მე ზეიმზე მივდივარ, გამარჯობა. Ჭია მაია ვარ. ზეიმზე მივდივარ. რა გნებავთ? ანუ ეხლა თქვენ ჭიამაია ხართ? არა. აბა ჭიაყელა ხართ? ძალიან კარგი. მე კიდევ ჭიამაია, კაღა, კარგი დარია, ფრიფრი, ავდარია. Swine. ეხლა მე ვარ გაპრანჭული. Teta, mama. Teti, mama. რა დედი? არა, teti. ესაუბრები ეს მეყოფებს? რა მოუყევი, რა ვარო დე? მე ვარ ჭიამაია. ჭიამაია ხარ? ძალიან ლამაზი ჭიამაია ხარ დე. აი, ისეთი ლამაზი ხარო არ ვიცი დე. ჩემი სიხარულითა და სიყვარული. დედიკო, ზეიმზე ვინ უნდა მოვიდეს შენთან? ვინები უნდა მოვიდეთ ზეიმზე დე? მამა. კიდე? მე შენ რომ მამა კითხავი ფოტოები გადავიღოთ და მამა ჭავა შაშამხურში და შენ მამა კითხე. ხო, მეც ხომ მოვდივარ შენ ზეიმზე, საყვარელო. კი. ხო, ალბათ. მოდის შენი დედიკო და შენ ზეიმზე. და მამა? მამაც დე მოვა დაბლა წავიდა და მერე მოვა ცოტა ხანში, კარგი? იქ მოვა პირდაპირ დე. მე ცოტა ადრე უნდა მიგიყვანო, ხო, ჩემო სიხარულო? შევთანხმდით? დედიკო, უთხარი ჩვენ რაზე შევთანხმდით შენს მეგობრებს? არ ვიტიროთ. რა თქმა უნდა, არ უნდა იტირო დე. რა გაქვს სატირელი, ბედნიერი დღე გაქვს, ზეინგი გაქვს, საყვარელო. ხო, აბა, შენ ტიროთ ნანგოში. ვინები დე? პაფები ისინი. ხო, არა უშავს დედი. შენ რო იყავი პატარა, გახსოვს, აი ბაგაზბაია რო იყავი და ძალიან პეწეწუნა რო იყავი, მაშინ ტიროდი ხოლმე, ხო გახსოვს დედი? ხო. ტირილი არ გვინდა, კარგი ჩემო სიხარულო? ხო. კარგი. ვინც იტირებს მოეფერე, დე არ იტიროთ უთხარი, ხო დედა? აი მე ხალხო ისევ ნერვიულობ, აი მე ადამიანი რომელიც თვითონ ზეიმებზე მუშაობ, აი გული ხელით მიჭირავს, ისეთ დღეში ვარ და ეხლა ეს ვის გაგიკვირდებათ, ვინ ჩემ მდგომარეობაში ხარ და ვის შულსაც ზეიმი აქვს, ყველა ხელავთ ალბათ. ჩემ ხარ კამერაში დე? კი. ხო და ბოდიში ხალხო თან ვიცმევ და ამიტომ ვერ გენახებით ეგრე. ხო და ისევ ნერვიულობ, ყელი მიშრება. და საერთოდ ვინ დაიჯერებს რომ გუშინ მე 12-ის ნახევარზე უკვე ბაიუში ვიყავი. ანუ გუშინ ხალხო 12-ის ნახევარზე არ ვიცი მართლა, ანუ რა დამემართა და გათიშულ მდგომარეობაში, ესე იგი, ჩემ ვქვა რომ ვერ გამომაცოცხლა ისეთ მდგომარეობაში მეძინა, რა ვიცი, ნახევრად პირი ღია. მამამ რო გატკინა ხარ აკა. ჩემი და ძალიან იცუბე. როდის დე? თვისამაგრი რო იმას მიქნა? ხო, მახსოვს დე. ხო და ის არის, რა ქვია. ვერ გამომაცოცხლა ხალხო იმ დონემდე მეძინა და ისე ვიყავი გათიშული, დაღლილი.
სახლში მოვედი მილიონის საქმე და აი მოკლედ რათა შუა დღეს ვერ დავიძინე, ხვდებით, ვეღარ ვიძინებ ეს დღეები, ერთი წუთი საუბრობ. ეს დღეები ვეღარ ვიძინებ, გოგოებო არ მცალია და აი სრულ შოკში ვიყავი, ისე დღეში ვიყავი და ამიტომაც გუშინ ნაადრევად ჩამეძინა, ზედმეტად ნაადრევად მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ რაღაცა კინოების ყურება მინდოდა და ვერაფერსაც ვერ ვუყურე. აი ესეთი ამბები დამემართა გუშინ. მყობამ რომ გადმოგხედეო, ისეთი გათიშვილი იყავიო. აი რაღაცა გითხარიო და გულში ვერ ჩაგაგდეო. ხო და მეუთხარი შვილო ისე მეძინებოდა, ისეთი დაღლილი ვიყავი, რა ის გულში ჩამაგდებდი. მე ვიღა ჩამაგდებდა, მეუთხარი გულში ისეთი ვიყავი. ხო და დღეს 6-ზე გამეღვიძა, მე 7-ზე გამოვიდა, მე 8-ზე გამეღვიძა და აი სულ მეღვიძებოდა წარამარა, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ დილის მას რა ადგომას და ის მდგომარეობაში ვიყავი, რომ აი რა გითხრათ. მიერთვი ფუთუშა და ერთიც მოგბეჭი თუ გიყვარდე რა. ასე ერთი ბეჭდებით გავიკეთო გოგონი და მოვალ ახლავე. სულ გვაქვს რამოდენიმე წუთი ფაქტობრივად ჭორაობისთვის. დედიკო საწახვედი შენ. დედიკო რა ესაუბრებოდი და რატო იმას ქენი ჩამოხტი? მე საწავიღე ხალხო ბეჭედი. აგერა მაგ. მოდით. რა თქმა შვილო შენი ბეჭედი მოდი მე წამოგიყვანოთ. დილაბშვიდობის. ჰაი. ისეთი არეულები ვართ, ისეთი დარეულები ვართ ხალხო. მაგრამ რა გავაკეთო? ხა მაგის ჯერ მაგ სახლი ვალაგო და რაღაცები. ასე. ხო და რაც გიყვებოდით ხა თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ მოდი შევარ ჩავიცვათ. ხო და ეს ხალხო გათიშულ მდგომარეობაში, ანუ იმადონემდე მეძინებოდა, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ აი რა გითხრათ. ხო და გამეღვიძა ხან იმ დროს ხან ამ დროს დედა ვაიმე რა გავაკეთო, პირტო აღარ გათენდა. ხო და რაღაცნაირად როგორც იქნა გავათენეთ. ძალიან დაბალზე ხართ. აქ ხوار აგსვათ. ანუ ვერ გავიგე. რაღაცა გაურგებარი ის არის. ტინტი უკვე წავისვდე, ახლა უნდა გადავინაწილო. ხო, სათვალე არ უნდა დაგვრჩეს, ასევე სუნამო მანიაკი, ვაიმე. ღმერთო ამ სუნამოს ვერ გადავეჩვე ვერაფრით და ჩემი ქმარი ამბობს, ადრე ხო ამას მოწონდა და რაღაცა სუნამოებზე ვსაუბრობდით. ეს ხო არის, შემთხვევით არ ვიყიდე თქო და მოკვდა სიცილით. რა ჩემთვის იყო? მილიონი წელი აღარ დამისხამსო და ეხუბრე კაცებს მე აყიდობ ჩემთვის. აი ხალა ტინტი, ზედმეტი რაც არის. ხო და ისა, ცხოთა შორისო საერთოდ ვეღარ ვიტან მაქსონს, ანუ გადაეჩვე თორე გიждდებოდა ამ სუნზე. ასე. მორჩა, ზედმეტი ყველაფერი მოგშორდა. დედი შეგიძლია გადააგდო ნაკავში ჩემო სიცოცხლე, დიდი მადლობა. ხო და ის არის რა ქვია. გამოდი დედი კორთი წუთით რა ის ავიღო, ფეხზე ჩავიცვა. ზად ვარ. გასვლამდე აუცილებელი პროცედურა არის ის, რომ რუმიანა უნდა იმას ვქნა, ოდნავ შევიმსუბუქო სახეზე, იმიტომ რომ ცოტა მეც ვისვამ ხოლმე როგორც წესი, სანამ გავალ, იმიტომ რომ ეს ბევრად ადრეა წასმული. მე ეცდე აი ასე რომ ძალიან არ ბრჭყვინავდეთ. საკმარისი. წარმატებული დღე თქვენ შემოკარგებო და მეც იმიტომ ძალიან ნერვიულობ და ეცინებ. რა განერვიულობს, მე რა ვქნა, აი, რა გავაკეთე დროებით. წადი საყარა. მობრუნდი დედიკო ჩემთან ერთი წუთი. მობრუნდი. წადი საყარა, წადი. მე მეჩემ გუსნა. სასწაულად, ხაია რა დღევანდელმა დღემ, მოდი. რა, დე. ჩამოსვლა უნდა და ბავშვთან გაქცევა და ისინი ხარია. აქ როგორც ხედავთ, ჭკუაზე არ არის კოდასრულებულია. ზემი უბრალოდ რაღაც პატარ-პატარა კადრებს ვიღებდით. ხო და ძალიან გახარებულია.
მეც მისი სიხარულით ვხარობ. კომპლიმენტები მივიღე მარიამზე, შოკირებული ვარ, აი. ბედნიერი ვარ ძალიან. მოვდიოდი პედაგოგმა შემაჩერა და არ ვიციო უნიჭიერესი შვილი ყავსო და აი დედას მეტი რა უნდა გეხვეწებით არაფერი ქვეყანაზე. ხო და მე ხო ისეთ ფერებს ვერ ვარჩევ, ანუ ეგ იცის რა ვიყოლამ ჩემი ირგული ვინც აქვს ჩემთან კონტაქტი. ისეთ ფერებს ვამსო და ისე მუშაობს ამ ფერებზეო გაფერადების დროს, ხატვის დროს, რომ ესეო დამქონდაო ერთხელ მაგისისო და ვაჩვენებ რომ ხალხო ამას უყურებო, ნუ აი ზოლებში ფერებად დაყოფილი, სასწაული, აი გარდამავალი ფერები აქვსო, რაღაც არაჩვეულებრივია და აი მე რა მჭირდა ხო ხვდები და რო ინგრები ბედნიერებისგან შიგნიდან და ძალიან კარგი ხატვის ნიჭი აქვსო და საომავლოთო გაითვალისწინეო რომ და იმას ქნა აუცილებლად და ეხლა თქვენ იცით რომ დედაც და მამაც ხატვის კუთხით ძალიან კარგად არიან ხო და გენეტიკითო როგორ ხარ თუ ამ ამბავში და ხომ მეთქი დედა აბა რა გინდაო და ისეთიაო რა მე ბრძოლიაო და ძალიან ისეთი ბავშვიაო და ანუ ეს ეთყობაო რა აი გენეტიკურად ეთყობაო რაღაცნაირადო რომ აი ეგეთიაო რა ყველაფერს რო გააკეთებსო და ყველაფერი აი ეგეთი ბავშვიაო და აი მე სულ ემოციებისგან და ბედნიერებისგან ვარ ცუდად ისე მიხარია ისეთი მადლობელი ვარ ისეთი მადლიერი ვარ ყველა ადამიანისთვის ვინც ერთ აგურს დადებს ჩემი შვილის განვითარებისათვის ყველას არ არსებობს ვიღაცა რაღაცას რომ არ აკეთებდეს თუნდაც ამდენს ხო ისიც ამდენიც ეთყობა რა ბავშვს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი მეროებაღეს იმ ადამიანებს ვინც მუშაობენ ბავშვებზე მათ განვითარებაზე რასაც აძლევთ ასე ვთქვათ ეს გაიდლაინები და ის საშუალებასაც აძლევთ ყველაფერს ასწავლიან ასე რომ უღრმესი მადლობა მანამდე ამოვურიოთ რაღაცებს თუ დაგვეწვა კეთით სამსახურში ავირბინე რაღაც მას მიქნა ქვია და წამოვედი და გავიქცეთ ძალიან სწრაფად თქმა უნდა ხა ძალიან დამოგვიანდა მაგრამ მე 1-2 საათით მივალ რა და მივიდე მოკლედ რო გითხრათ. წავიდე სამსახურში. აუ როგორ მეზარება, აი უბრალოდ 1% იცოდეთ როგორ მეზარება მე ხა. ემხელა გზაზე წაბუდიალება. სტინტი აღარ წავისვი, იმიტომ რომ პირიქით გავიშორე. და ჩვეულებრივი ტუჩის დამარბილებელი წავისვი. ისეთი ამინდია მამაჩიმო ქოლგა წაიღეო, მაგრამ საშინელი გამონაყარი მაქვს, აი საშინელი სახეზე ვერ გავიგე, ოღონდ ალბათ რამე ისეთი მივირთვი, რამაც დამფუთლა. სათვალე რატო არ წამოვიღე არ ვიცი, ვითომ წვიმას აპირებს რა თმინდა თქვენთვის, არა, ღრუბელია და თვალებს იმას მიშრება. გავიქეცით ახლა. თქვენ ნახოთ მე როგორ მომწონს როცა წერთ რომ ჩემი იუმორი მოგწონს და როგორ მიხარია, აი ძალიან მიხარია, ძალიან. ხო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას. რა შვებით ხალხო? ჰა? მადლობა და შვილო რო გეტყვის გაიზარდა დიდი გოგოო. ანუ ორი ემოციური ამბავია. ცხელა მომაყარეთ მარაო ძალიან ცხელა ხალხო დღეს დამინიავე დღეს აი გადავიცე შურის ნამცხვარი მიყვარს ძალიან და რაღაცა დიდები არის კიდევ სხვა შეფუთვით. იგივეა რა, მაგრამ იმას რაღაცა ოდნავ განსხვავებული გემო აქვს. ზუსტად არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ იგივეა რა. რა დე?
ხაღალდი და შეიწმინდეთ. მომიტანა. არ ვიცი. ეს რამდენიმე დღეა. მომიტანა. სულ მთხოვს ორგანიზმს გასამაგებულად. ორგანიზმს თხოვს რას ნიშნავს? ორგანიზმი თხოვს. მჟავეს, ცხარეს და ტკბილს ერთად. მე არ ვიცი ხა ეგრე არის, მაგრამ სამივეს თხოვს. თან ძალდატანებით. მარტო ტკბილს რომ თხოვდეს. და შეიძლება ვიფიქრა რომ რაღაცა ცოტა შაქრის ის ხარ მაქვს დონე, მაგრამ წარესაც მთხოვს. და ყველაფერს ერთად. შესაძლოა ორგანიზმს ამ პერიოდში რამე ისე აქვს. არ ვიცი. გაიუსებს. მე დავწუხ. ახლა რომ მოვკვდი ამის არა ვარ რა ქვია. გაბრეცხე არ ინერვიოთ უკვე მივირთვი არ მოვიწამლე. დედა. ბოდიში, თამას გაიგებდით. კურკა. ჩემს კუჩი რო ნახოთ. ახლა და აი რო გამაშვა, ქონდა რწმუნებული ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაც მე კურკები მიჭამია, საღეჭი რეზინები მიყლაპია, ალბათ აი რეზერვია. შეყვარდე? როგორი იყო მოგეწონა? კარგი ზეიმი იყო? მოდი მოგვიყევიდე. მოდი. მოდი, ხო. მანდაღლილია. მოდი ვისაუბროთ და ჩაგაცნო, მარიკო. მოდი ჯერ. არა, ხელი გაუშვი თუ შეიძლება. არა. მოდი დედიკო. და იმას ახლა ვერ ჩაგაცნო. მოდიდე. რა? ჩაგაცნო ცოტა ხანში, მოდი ჩემთან. მოდი. ისინი არ გადმომიყაროთ, თორე დედას წნევა დაარტყავს. ეგრე ნუყრი ხოლმე გთხოვთ, გიყვარვა, კარგი? დღეს ჩემს გოგოს ქონდა ზეიმი. შენ რას თამაშობდი დღეს, დე? რა იყავი დღეს? რისი კაბა გეცვა? ბატონო სიყვარული. ჭიამაიაში, იქ უთხარი რა გეცვა, დე? ჭიამაიას კაბა. აი მე ძალიან გიხდებოდა, დე? დედა. ბატონო. ცოტა ვიტირე და არა ვისწავლე. როდის იტირე, დე? აი ახლა რო გავედი და ჭიამაიას კაბა გამოვთვალე, მინდოდა. კაბა გინდოდა და მაგიტო იტირე, დე? არა, დე, ხო ვუთხარი მე თუ უნდა ეცვას მეთქი, დე? რატო არ უთხარი მე მინდა მეცვასო, დედი? ოი მე შენ მოგიკვდა დედე, რატო არ ვიცოდი მე ვეტყოდი მაშინ რომ არ გახადოთ მეთქი. რაღაცა ისეთ დახურული იყო რომ მეთქი აცვია თქო შიგნიდან მაისური და თუ ის არის თქო გახადეს რა თუ დასხება თქო რა, იმიტომ რაღაც ესეთი ზედა იყო და გოჩენს ამას უნდოდა და უტყი. აი შეყვარელო, ცოტა იტირე დე. ცოტა დე. დე. რა დე? ბები ვიტირე. მერე დე. მერე ჭამოვიხე კაბა. აბარა დე. არა უშავს დე, არ იცოდა შენ ამასწავლებელმა რომ გინდოდა კაბა, რატო არ უთხარი დე? აუ ისინი ლაპარაკობდნენ და. მოგერი. და ჩემო სიყვარული დე. ვაიმე. ონმე. დედიკო, ზეიმზე ვინ მოგაკითხა? ვინები იყვნენ ზეიმზე? შენ და მამ.
მე და მამა ვიყავით? გაგიხარ და რო დაგვინახე? მამამიზე გაჭედა რო დაინახე, ისე გაუხარდა. ძედიკო. მე გამიხარდა რო არიტირე. დე, ლექსი რა ხმა მაღლა თქვი, დედიკო. არ მაგარი გოგო იყავი, დე. არა, დე. დედიკო. არ გინდა აშრის ნაცხვარი? არა. რა უნდა საერთოდ ამას? Тиму бучкуна, тема бучучела. Тема бучкуна, тема бучучела. Бучкугу. ჩეო ბუთქუჩაო და მეორეს რას მეუბნები ხოლმე? Бучкуча. კიდე? Тема бучкуна, тема бучучела. ბუჩუჩელა, ბუთაჟე ბუჩუჩელა ტუჩები. მამა მიყვარხარ, წადი. დედიკო, გთხოვ, ნუ გადმოყრი იმას და თუ გადმოყრი თავის ადგილას დაალაგე, კარგი? რა? აი გერგოს კაბას რო გადმოიღებდე. ეგენი დაკეცე და ზივზამიკეცი წნება მარ დამარტყას. სასწაული მოფერება იცის მარიამა. სასწაული. სიტყვები, აი ისეთ სიტყვებს გეტყვის ხალხო. ვიფიქრებ, რომ ანუ საიდან მოიგონა? აი ვაფშე ვერ მივხვდები საიდან მოიგონა. თმები დავიშალოთ ხოდე? თმები დე. არ გეტკინა იგრედე? მოდი. ეხა მივწერე მიჰაუს ქონდა ისეთი კაი პუფი, უზა აი 5 დღელოდინიო სამუშაო დღეო და დამეზარა. და კიდევ ფრთები უნდა ვიყიდო. ეს ისეკეთა თავი. ხო და დამეზარა ეხა 5 სამუშაო დღე რა დაელოდება მაგ პუფს მეუთხარი და ეხა მივწერე კაი ჯადაბას თქო მოვიფიქრე და სადღა არის? დამთავრდა აქცია. ამაზე იყოს. მიდამწყდა აი ძალიან, იმიტომ რომ მაღალი იყო და თან სათავსოთი და აი კაკლას მათ ჩაყვირდი ფენს და რაღაცეებს რა. აი რო გინდა შვილო იყიდე რა ზელოდები, აი 5 დღე ამასობაში უკვე გავიდოდა. მაგრამ აი რა ვიცი. და არა თუ აქციითო ისედაც უკვე აღარ არის მარაგშიო იმდენად 65 ლარის ნაცვლად იყო, 26 ლარად თუ 64 ლარად რაღაც ეგრე რა. თავში რამედო არ ვიცი, ანუ რაზე ვფიქრო. ფული დამწყდა თან. და რა გაიშვერებ ახლა მაგ ამბავს, მაგრამ ძალიან მომეშალა ჩემ თავზე ნერვები, რომ გინდა იყიდე. გადაყვამი ეს ამის ვერცხლის ამათ. მე არ ვიცი დედა მოსაძებნი მაქვს რა, თუ გიყვარდი, ახლა ნუ ამაყენებ, ვდევარ. აი მაგ. შემა დედიკო მაიღო და სადადო არ ახსოვს. ესე იგი გოგოებო აი ბუდიში ვახრაშუნება რა ძალიან მინდა თქვენ ერთხელ ნახავთ როგორ ჩამოიგრევა ჩემი ტრილიაჟის უჯრა ყველა გამოღებაზე ქარყავს ანუ ისე ეკიდება რა ძალიან კერქანოს მაგრამ ისე ეკიდება რომ ნუ აი რა ვიცი გუშინ თუ დღეს იყო არ მახსოვს გუშინ კითხულობდა Facebook-ზე რომ
ვიღაცამ ესე იგი მერვე კლასელი თუ 8 წლის ბავშვი. მე არ მახსოვს ზუსტად მერვე კლასი 8 წლის ბავშვი რომელიღაცა ქვეყანაში ცემით მოუკვლიათ. ანუ მერვე კლასელი იქნება თუ 8 წლის ბავშვი ამ შემთხვევაში ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ბავშვია, მაგრამ მერვე კლასელი თუ იყო ალბათ რაღაცა კულტურულ გარჩევებში მოყვა ბავშვი, აი არ ვიცი. ანუ სისასტიკე გვაქვს უკვე როგორ იცი ადამიანებს ნებისმიერ ქვეყანაში, აი რაღაცა ძალიან მაღალ იმაზე რა, აი რატო არ ვიცი, აი რატო. ну დანდობა ერთმანეთის აღარ გვაქვს. აი როცა მიწარავენ ხოლმე ხო დოდონას ვიდეოზე პირობითად რომ სადღა ხდება დედამთილებზე ეგეთი ამბები შენ რო ყვები. არა თუ ეგეთი ამბები ხდება ხალხო, უარესებიც ხდება. და მე ვუწერ კიდეც რომ ხალხო არ გინახავთ თქო. მამები აუპატიურებენ შვილებს. მამები 1000 რამეს ჩადიან. 1000 უბედურებები ხდება. ამდენი რამე ხდება და ის უკვეთ ახლა რომ დოდონა გამოგონილი ისტორიას რაღაცას რომ მოყვება და რეალობასთან რა თქმა უნდა რომ ძალიან ახლოს არა ეგეთი რაღაცები არ ხდება. კაი კაცო. რას მეუბნები? ხდება კი არა, აი არ ვიცი, იმდენი რამე ხდება. მართლა ხანდახან ვფიქრობ არ გავგიჟდე. ანუ ამდენი ინფორმაციებისგან არ გავგიჟდე და როდის იყო ერთი დღე იყო თუ რაღაც არ მახსოვს ტელეფონი არ მქონდა. სრული დღე არა რა თქმა უნდა, მაგრამ აი კარგად დიდი ხანი, ასე რომ ვთქვა, არ მქონდა. არ ვიცი რატო არ მქონდა. დამჭა თუ გამიფუჭდა თუ რაღაც აი ვერ დავტენე თუ ანუ არ მახსოვს რა. და გარდა იმისა რომ აი ძალიან მომაკლდა ეს უტელეფონობა ამის გარდა გავაცნობიერე რამდენად დავისვენე ამდენი ინფორმაცია აი ამდენი ინფორმაციის მიღება უკვე ჩემთვის ფიზიკურად მგონი აღარ შეუძლია აი რესტარტს თხოვს და რესტარტეო და ერთხელ ვფიქრობ რომ ეგრე ვქნა რა ანუ წინა დღეს ჩავწერო ვიდეოები YouTube-ის, TikTok-ის ყველაფრის უბრალოდ მეორე დღეს უბრალოდ შევიდე იმიტომ რომ გავასაჯაროო და ვსიო გავთიშო ისევ ტელეფონი აი ერთი დღე აბსოლუტურ ტელეფონობაში მინდა ვიყო ну გარდა იმისა რომ ავტვირთავ ანუ მინდა რომ რაღაცა აი ძალიან დავასვენო გონება დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ საქმესაც მოვასწრებ და ძალიან კარგადაც დავისვენებ იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქმეს მეშვება მე შვილო არ ვიცი დედა ჩანთა მომიტანე ჩანთაში ხუარდებს და არა მგონია საყვარელო სად წავიდა არ ვიცი ჩემ ჩანთაზეა საუბარი მარიამ ხო და ძალიან მინდა აწიე დედი და ნახე აბა მაგაში ხო არ არის შვილო სადღაც ავიღე გუში მეკეთა კიდეც სანამ აბაზანაში იმას ვშვებოდი არ მახსოვს საწავლა მან ხო არ არის დედიკო აბა ნახე სიყვარულო არ არის კაი დედიკო დაკეცე ის მოგიძებნი დე კაი სახეზე მაქვს საშინელი გამონაყარი ასევე ძალიან თვალნათლივ ჩანს ფაქტი აქედანაც კი ვხედავ აი აქ რაღაცას ხედავთ აი ამობერილ რაღაცას არ ვიცი ხალხო რა არის თითქოს ჩაქცევას გავს მაგრამ ეს ამობერილი რა არის ანუ რაღაცა არის ამის გარდა ძალიან მინდა რაღაც გაჩვენოთ და მე აქ ისეთი ვყავხართ რა ქვია ყველა რაღაც სპეციალისტი ხართ ძალიან მინდა რომ დამაკვალიანოთ და მითხრათ რასთან მაქვს საქმე ამაზე არ არის საუბარი ეს მე ვიწვალე და ამოვიჩიჩქნე და გადავიჩიჩქნე თავისითაც ჩაქრებოდა მაგრამ მე იმას ვქენი რა ქვია ხო რასთან მაქვს საქმე რამდენიმე თვეა გამომივიდა ეს რაღაც რასაც ხომ თქვენ გაჩვენებთ ძალიან დაყოლილი სახე მაქვს და არ ვიცი რა არის რაცა ხიმგროვებია თუ ანუ ვერ გავიგე აი ხედავთ წვრილებს რაღაცა ანუ როგორ დაგანახოთ აქ თითქოს არ ჩანს ახლა გონი დღეშუქზე უნდა დაგანახოთ აი რამდენიმე მაქვს აი აქ რა
ცხიმგროვას გავს, აი ძალიან წვრილი რაღაცეებია რა. მაგრამ ვითომ წვრილია და ძალიან თვალნათლივი ჩანს ხალხო და იმდენად არასასიამოვნოდ ჩანს და იმდენად არ მომწონდა, იმდენად მაკომპლექსებს ახლა მე, რომ არ ვიცი რა გავაკეთო. რა თქმა უნდა ვერ ვიწვალებ, იმიტომ რომ კარგილი რაღაცა მივიდა ქერქს. მოვნახავდე, იმიტომ რომ მეშინია, რაღაცა ცხიმგროვებს გავს რა, ეს ძალიან წვრილი წერტილებად. მაინც მაგას ხალხს ვერ მოვკიდებ, მეშინია, ხა ეს ვიცი რაც იყო და ვიწვალე, მაგრამ ხო და რა შეიძლება გოგოებო გავაკეთო, ან საიდან გამიჩნდა საერთოდ და რატო გაჩნდა ზოგადად ეგ მაინტერესებს. მაგრამ ფაქტია რომ უნდა გავაქრო, იმიტომ რომ თვალს ძალიან მიუშნოვებს ეს რაღაცეები. ხო და გამიხარდება თუ დამიწერთ რა მოვიმოქმედო. მე ვერ გავიგე. იქნებ თქვენიც. გემშვიდობებით. ხოლმე. ჰაი ხალხო, ის არის სალონში ვიყავ. ვაიმე, 11 წლად პრინჩო გამიკე და არ ვიცი მითხრეს დაგაკვდაო. ვიჟიტაში მიგული მაგრა დამაკვდა. რაისამ გავარ ხალხო, რამესამ გავარ ხალხო. შევიფასეთ ახლა ნარიადი და დამიწერეთ კომენტარებში როგორ გამოვიყურებ, მომაყარეთ კომპლიმენტები. ხო, ის არის. რა უნდა მეთქვა? რა ვიცი, რაისამ გავარ, მაგრამ რაღაცა რა ქვია ხო არ იცით ხალხო. ხო არ დამჩნებენ კალო, ვაიმე. იგუგუს ეგრევე ხო შარფი შემოვიღო. რა ვიცი ტრენდი ყოფილა. ამ სიცხეში ეშალი რა თმიდა ვერ გეტყვით, მაგრამ ტრენდზე ვერ ჩამოვჭები. მე თუ მაღალო ჯვარი მწერია ხო. თენგო სოლის დასანიშნად მივდივარ. თენგო ხო იცი ვინ არის. იქით აქუჩისიბაში რა ჩასახვევში რო არის. ლოლა. მაღალი ლოლა რო არის. ჩასახვევში ხალხო იქით აქუჩის. ხო რა მაგის ბიჭი. ხო და მაგას ქონდა ჩემი ვალე 37 ლარი. ხო ამას წინათ გავარ და გამოია. ჰოპ, მოდი აქ მეუთხარი და არ გაიძრე. სად არის ჩემი ფული მეუთხარი და ქუდოდიო ეხლა არა მაქვს. 800 წინა თვეში ხო ძალიან ქონდა მეუთხარი. ხო და არ უშვებდი რა, მეუთხარი ამ ფული ან სულ ერთია მეუთხარი ჩემთვის. ხო და ვუბრობდი ხალხო თუ რა სიკვდილად ვიდა მაგის აყროლებული სული გაქცევს მამიდაშვილებს ხო. ხო და სულის დასანიშნად მივდივარო და რაც ამ მქონდაო მაგისთვის გადავდე. ვიდები მიდიხართ მეუთხარ. ჩამოთვალა ესა ის არ არის მეუთხარი საჭირო და მე წამოვალ. ხო და ისა გამოვუქვითავ რა. ახლა 27 ლარზე ხوار ვალაპარაკებ გაფიცებ მამიდაშვილებს კაცი უნდა დაუჯახდეს წუჩი ხო. ხო და ისა გამოვეწყე. ახლა პატარა ძალიან მოგჯობდეს ხო თავი მოვიკალი. ხო და ესა დამიპინე მეჭდები. ეს ერთხია ხალხო, ეს ამერხიორია, ესა ორი, ესა ერთხია. ხო და ეს აი ის არის. არ ჟანგდება რა. ერთხი არ არის გზეტა, მაგრამ რა ჟანგდება. ხო და ის არის რა ქვია. თენგო მეუთხარი ჩვენში დარჩეს. იცის მაგოგომ სად მოყვება ცოლად. და მე უგონი რომ არ იცით. თენგო ხო იცით ხალხო ის ბიჭია. იგი და ჩასახვევში ჩემ გარო მიდიხარ ხერმაჯვნივ ჩაუხვევ ჩაყევი და ჰოპ მოსახვევში ლოლა როცხრობდა ლოლა რა გვარი იყო ჭირწაუღია ლოლა ხო რა რაც იყო ლოლა მაგა ხო გაყიდა ბინა და მე იყიდა იმან ნარგიზი მაღალი როა უშნო აჰა მაგის ბიჭს მოყავს სოლი ხო და ისა ჩვენში და სიკვდილი და მაგის სოლის დასანიშნად მაგრამ რა ვიცი ახლა ხალხო იმ 27 წლს არ მიბრუნებს დასვიდანიაში გაუშვა ჩემი ფული და ახლა მაგას შევარჩე ეგრევე სრაზუ უნდა შევახტე ხო და ჯამი ჟირეგრარი მაგის სული რა იქნება რა დავეძებ ახლა წვადი იქნებაო და ის იქნებაო რა ქვია კაბამი და რაღაცები დაიჯე მაგრამ ვიკიშკავებ წავიდა ხო და ისა ხო და ამან მივთხე რა ვაკეთო საქმეში ახლა ხო და ისა გამოვიპაჭე გავიზმანე რა მაგრა გავიზმანე სტილოა დაუთოვებულია ხო და ხახო აქეთ ჯობია თუ აქეთ ვაფშე აქეთ ხვა ჯობია ხო არ ვიცი რა ვერ გავიგე გონებ რომ ასე ჯობია აჰა
დავიბნიე ქუდი. მინდა რომ წარმოსადეგად წავიდე რა, მე ვაფშე ახლა რომ ის ჩამაჭვა რა ქვია, რა ქვია გოგო გარეთ რომ უთამუყარეო დადიან ხალათი რომ ჩამაცვა, მაგითაც ტრენდი ვიხდები, მაგრამ გარეთ რა გამიყვანს ქალ. რეალიდან ეხა თავგალე შუა ქუჩაში ხალათებით. მაღაზიაში გაიბინა. ხალათით დაო. მე თო მაღალო, ვინ ეკითხება, მაგრამ რა შენაო ყველას ალანძა. ვინ გავლანძღე ახლა გაფიცებთ მამიდაშვილებს ახლა არ არის რა ხალხო რა დაბრალებებს არ ვიყო და არ მიყვარს მეგეთი უსამართლობა. აი მსახურებ თქვი, როდის გაგლან. ეს ვაკ, ფუნფუჩა. ლარი ღირდა. ეს მელარი დამტი შვილად ნახევარი წელი. ვერ გიტყვი.